თითქმის ერთდღიანი საჰაერო კოლაფსის შემდეგ თურქეთში მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა სამშობლოში დაბრუნება მხოლოდ ახლა შეძლეს. სპეცრეისის მგზავრები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაეშვნენ. საქართველოს მოქალაქეების უმეტესობას ღამის გათანება ათათურქის აეროპორტში მოუწია. რეისები ვერ ხორციელდებოდა ვერც თბილისიდან სტამბოლის მიმართულებით. აეროპორტიდან ბოლო ინფორმაციას ახლა ვიკა ბუკია მოგვაწვდის. პირდაპირ ეთერში ვიკა, რასაც ხდებიან სამშობლოში დაბრუნებული მგზავრები და კიდევ როდის არის მომდევნო რეისი დაგეგმილი? მგზავრები, რა თქმა უნდა, ძალიან ემოციურები იყვნენ და მათ მართლა ძალიან მძიმე ღამე გაატარეს გუშინ სტამბოლის აეროპორტში. ისინი ყვებოდნენ, რომ ისმოდა სროლის ხმა, აეროპორტში იყო პანიკა. რაც შეეხება ფრენებს, რამდენიმე რეისი ელოდებიან დღის განმავლობაში უკვე სტამბოლიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. რაც შეეხება რეისს, რომელიც ზუსტად 18 საათსა და 45 წუთზე შესრულდა თბილისში, ეს ის რეისია, პირველი რეისია თურქეთის ამბოხის შემდეგ, რომელშიც იმყოფებოდნენ მგზავრები, ვინც გუშინ ვერ მოახერხა გადმოფრენა თურქეთში განვითარებული მოვლენების გამო. გადაწყვეტილება ჩაეკეტათ თურქეთის საჰაერო სივრცე გუშინ დაახლოებით ღამის 3 საათზე იქნა მიღებული თბილისის დროით, ანუ იმ დროს, როდესაც ხელისუფლება თურქეთის ხელისუფლებისთვის ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი თუ რამდენად შეძლებდა სიტუაციის გაკონტროლებას. ასევე მე შეგახსენებთ, რომ ამბოხებულები გარკვეულ პერიმეტრზე აკონტროლებდნენ საჰაერო სივრცესაც და სწორედ ამიტომ მაღალი საფრთხის გამო მიიღეს გადაწყვეტილება, რომ შეჩერებული იყო ფრენები, როგორც თურქეთის მიმართულებით, ასევე თურქეთიდან სხვა ქვეყნების მიმართულებით. რაც შეეხება პირველ რეისს თბილისში თურქეთის ამბოხის შემდეგ, უფრო ცლად დეტალები ჩვენი რეპორტაჟიდან შეგიძლიათ შეიტყოთ. საშინელი ღამე გადავიტანეთ, თურმე გადატრიალება ხდებოდა, ჩვენ ვერ გავიგეთ რა ხდებოდა, დავრბოდით, მივბოდით, სად მივბოდით ამ ჩაკეტილში. პირველი მგზავრები პირველი რეისით თურქეთიდან გუშინდელი ღამის შემდეგ თბილისის აეროპორტში უკვე დაეშვნენ. სტამბოლიდან თბილისის მიმართულებით 8 გაუქმებული რეისის მგზავრებს მთელი ღამის განმავლობაში აეროპორტის ტერიტორიაზე ყოფნა მოუხდათ. ამბობენ, რომ მათ სიახლოვეს აფეთქებები და სროლა არ ყოფილა, თუმცა ქუჩებში არსებული მდგომარეობის გამო ტერიტორიის დატოვებას ვერ ახერხებდნენ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მათთან ერთად მთელი ღამის განმავლობაში საქართველოს საკონსულოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. როგორც კი ჩამოვფრინდით სტამბოლში, დახვდნენ ვიღაცები და ძალიან გვაჩქარებდნენ, რომ აი ჩქარა თქვენ ტრანზიტის მგზავრები ხართ, ხო კი და ჩქარა, როგორც კი აღმოვჩნდით დარბაზში და ტაბლოსთან მივედით, რომ გვენახა, როდის არის ჩვენი ფრენა, ველა ფრენა იყო გადადებო. საჰაერო საზღვართან ერთად რამდენიმე საათით სახმელეთო საზღვარიც ჩაიკეტა. ამის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ გუშინ გვია ღამით გამართულ უშიშროების საბჭოს ხდომაზე მიიღო. სარფის გამშვენ პუნქტზე საქართველოსთან თურქეთის მიმართულებით მოძრაობა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს შეეზღუდათ. ამ დროისთვის მოძრაობა უკვე აღდგენილია. გადაადგილება ორივე მიმართულებით ნებისმიერი ეროვნების მოქალაქეს შეუძლია. მეგობარი გადავიდა, ვილაპარაკეთ ტელეფონით ვისაუბრეთ და უკვე წამოსულია ცოტა ხანში გადმოვა ისევ უკან. საბაჟო გაცარიელებული იყო და ხალხი აღარ მოძრაობს, არც იქეთ, არც აქ. შეჩერდა მოძრაობა, მაგრამ ახლა ღმერთს მადლობა გაიხსნა და გასვლა გამოსვლა დაიწყო. გადაადგილების კიდევ ერთი პრობლემა თურქეთის ტერიტორიაზე ქართველი მოზარდების ანსამბლებსაც შეექმნათ. მათი მშობლები დახმარების მოთხოვნით დილიდან საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეიკრიბნენ. მათი თქმით, ანსამბლს მთელი ღამის განმავლობაში სტამბოლიდან 70 კილომეტრში მოუხდათ გაჩერება. როგორც მშობლები აცხადებდნენ, მოზარდებს საკვებისა და წყლის მარაგი ამოეწურათ. რამდენიმე მათგანი კი სამედიცინო დახმარებასაც საჭიროებდა. სატელეფონო ურთიერთობა ჰქონდათ, მაგრამ ანუ წყალი, საჭმელი რაც ჰქონდა თავიანთი მარაგი ამოეწურათ. ერთ-ერთ ბორს ფეხები აქვს დაზიანებული, გადაჭრილი ბულგარეთში გადაიჭრა და როგორც ვიცით, გამიზეზებული აქვს ცოტა და ექიმი რაც მთავარია, რომ ბავშვი კარგად იყოს. ეხლა ამ წუთას გითხრა ჩვენმა ქორეოგრაფმა წყალი და პურის საშუალება თვითონ მოიძიეს და ნორმალურად არიან, უბრალოდ საჭიროებთ ექიმის დახმარებას. მშობლების მოთხოვნებს საგარეო საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა. მიხელ ჯანელიძის თქმით, ანსამბლის წევრებთან მისვლას გადაკეტილი გზის გამო ვერ ახერხებდნენ საკონსულოს წარმომადგენლები. თუ საჭირო იქნება მათი სასტუმროში დაბინავება, ამაშიც მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ და გვერდში დავუდგებით და ასევე სხვა ნებისმიერი ტიპის დახმარებით. მთავარია, რომ უკვე არის შესაძლებლობა მათთან კომუნიკაციის, გზა გახსნილია და შევძლებთ უკვე მათთან კონტაქტს. სამედიცინო დახმარებასთან დაკავშირებითაც ინფორმირებული არიან ჩვენი საკონსულოს თანამდებობის პირები და შესაბამისად ადგილზე მიუტანეს საკვებს, მიაწვდიან წყალსაც და სამედიცინო დახმარებასაც გამოუძახებენ.
ამ წუთებში თურქეთის ტერიტორიიდან საქართველოს მიმართულებით კიდევ ერთი რეისი ხორციელდება. Atlas Global-ს საქართველოს ის 160 მოქალაქე ჩამოყავს, რომლებმაც რეგისტრაცია გუშინ გვიან ღამით გაიარეს და საქართველოში 23 საათსა და 5 წუთზე უნდა გამოფრენილიყვნენ. ავიაკომპანიაში ამბობენ, რომ დარჩენილი მგზავრების გადმოყვანა ეტაპობრივად მოხდება. მე შეგახსენებთ, რომ ფრენები ჩვეულ განრიგს უბრუნდება, რაც შეეხება ორ ქართულ ანსამბლს, რომელიც ამბოხის დროს სტამბოლში იმყოფებოდა. ჩვენი ინფორმაციით ისინი ავტობუსით მოემგზავრებიან ბათუმისკენ და ხვალ გადმოკვეთენ საქართველოს საზღვრებს. მადლობა ვიკა ბუკია გვერდებოდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირ ეთერში, სადაც ცოტა ხნის წინ ჩამოვიდნენ საქართველოს მოქალაქეები.